ყველაფერი, რაც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ამყარებს, ის უნდა განადგურდეს. ან დაიმორჩილონ, რაც ერთ და იგივე პრინციპში. პოლიტიკა და პარტია განაპირობებს და განსაზღვრავს მეცნიერებას, კვლევას, ახლა უკვე განათლებასაც. ეს ქეთევან ხუსკივაძეა. ესპანური ენის ფილოლოგი, მთარგმნელი, თესეუს ლექტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი. გაბრაზებული ვარ ძალიან და რაც უფრო ბრაზდები, მით უფრო არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა. სასოწარკვეთი საერთოდ არ მოდის იქიდან, როდესაც ხედავ სამუშია როგორ იქცევა, სასოწარკვეთა მოდის, როდესაც ხედავ ადამიანები, რომლის იმედიც გაქვს, როგორ იქცევიან. ქეთი ერთ-ერთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითებზე ჩამოსათვლელ ლექტორთა შორის, რომელიც ღიად აფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმისა და ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. სტატუსის შენარჩუნებაზე ორიენტირებული პროფესორ-მასწავლებლები ყავს, ასე აღმოჩნდა, რომლებსაც შინაარსობრივად ვერ გაუგიათ სინამდვილეში რას ემსახურებიან, ვერ გადარჩებიან სამწუხაროდ ვერც ისინი და ვერც თავად სამუშია. 2 თებერვალს ქეთი ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ აკადემიური საბჭოს ხდომას, სადაც განიხილებოდა ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. ადამიანმა თურმე თავის პოლიტიკური შეხედულებები, აი ღობეს მიღმა უნდა დატოვონ, ჯავახიშვილის ეზოს ღობეს მიღმა და შემდეგ ისე უნდა შემოვიდნენ აქ და აი ამას ძალიან ხშირად ამბობდა რექტორი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის თავად დანიშნული და ამას ვერანაირად ვერ გაექცევა. ეს არის მოცემულობა. პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება, ტექნიკურ უნივერსიტეტს არ ექნება კარგად, თორე ჩვენ პირიქით აგერ თურმე ტექნიკურ მიმართულებებსაც შევიერთებთ. ეს ხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა ამ დღეს უნივერსიტეტის შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ სტუდენტებსა და ჟურნალისტებს. თვითონ შენობაში ძალიან ბევრი დაცვა. ალბათ იქნებოდა დაახლოებით 100-მდე ადამიანი სხვადასხვა ადგილებში და დადიოდნენ და აი როგორ შთაბეჭდილება იყო იცით რომ სადღაც ვიყავით ძალოვან სტრუქტურაში შესული. აღმოჩნდა რომ თურმე ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ვერ გამოვედით. ასე ახლა ერთი ხელის აღებით გადაუწყვიტო ამ ხელა უნივერსიტეტს ასეთი ისტორიით ბედი, ეს ნიშნავს რომ იმის იქით უკვე აღარაფერია. გამარჯობა ქეთი. გამარჯობა. როგორ ხართ? ხო, უკეთესადაც ყოფილვარ ხოლმე. ესე იგი, ჩვენი ინტერვიუ იწერება 2 თებერვალს, დღეს დილას აკადემიური საბჭოს ხდომა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც თქვენ ესწრებოდით, ხო? ჩვენ ვიცით რა ხდებოდა გარეთ, იმიტომ რომ არ გუშვებდნენ მედიის წარმომადგენლებს და არც სტუდენტებს. მე როგორც ორმაგი სტატუსის მქონე ადამიანი, ორივე სტატუსის გამოყენებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ შემოვედი მოკლედ შენობაში. თქვენ როგორც თვითმხილველი და დამსწრე ამ ამბის, რომ მოგვიყვეთ, როგორი იყო ეს საბჭოს ხდომა. ხო, თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ დღეს რომ მივდიოდი, მეგონა მეც აღმოჩნდებოდი ასე თქვენ მდგომარეობაში და არ შემომიშვებდნენ, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ იქნებოდა ეს მე ადრე ვიდეოც მაქვს გადაღებული, როგორ არ მიშვებენ პირველ კორპუსში და როგორ მეუბნებიან, რომ დაუკავშირდებიან ვიღაცას, მე ბოლოს აღმოჩნდა, რომ რექტორსთან აპირებდნენ დაკავშირებას, როცა დავიწყე ვიდეო გადაღება, ის შემდეგ უკვე მოუწიათ, რომ შევეშვი უნივერსიტეტში. ეს როდის იყო? ეს ხდება შარშან, დაახლოებით ეს პერიოდია, როდესაც დააკავეს ზვიად ცეცხლაძე, მას შემდგომ პერიოდია და მანამდედაც მოხდა ასეთი რამ, რომ სტუდენტები, რომლებიც იყვნენ შესული 023 აუდიტორიაში, მათ მთხოვეს, რომ უნდათ გასაუბრება მაგალითად იურისთან და მთხოვეთ ჩემ მეგობარს, ნიკა სვიმონიშვილს, რომ მოსულიყო და იცით რა, ეს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მოვიდო და ვიცოდი მარტო მე და მივედი მეორე დღეს უნივერსიტეტში, შევედი ჩვეულებრივად პირველ კორპუსში, უთხარი ბავშვებს, რომ მოვიდო და დაახლოებით 45 წუთში ნიკა სვიმონიშვილი მომიწია გამოსვლა გარეთ, იმიტომ რომ რაღაც უნდა მეყიდა, როგორც კი დავბრუნდი, დამხვდა ეზო სავსე სუსით, გადაცმული თანამშრომლებით და უკვე აღარ მიშვებდნენ კორპუსში და არც მე და არც ნიკა აღარ შეგვიშევეს, მე მოგვიწია, რომ ეზოში დამჯდარიყავით და იქ გამოსულიყვნენ აუდიტორიდან ბავშვები. კი, ბავშვები გამოვიდნენ და კიბეზე უსმენდნენ ნიკა სვიმონიშვილს. ამიტომ ეს არ გამიკვირდებოდა დღესაც, უბრალოდ ისე მოხდა, რომ შევიპარე ცოტა ადრე.
და როგორც კი შევედი, დაცვა კი მეკითხებოდა უკნიდან, სად მიდიხართ, მაგრამ არ მივაქცე ყურადღება, იმიტომ რომ ის დაცვა ძალიან კარგად მიცნობს, სწორედ ის იყო ერთ-ერთი, რომელიც არ მიშვებდა ხოლმე და კოლეგასთან ერთად შევედი, აღმოჩნდი დარბაშიც, უბრალოდ რაც შეამჩნია იყო, რომ თითო შენობაში იყო ძალიან ბევრი დაცვა. ალბათ იქნებოდა დაახლოებით 100-მდე ადამიანი სხვადასხვა ადგილებში და დადიოდნენ და როგორც თავეჭილება იყო, იცით, რომ სადღაც ვიყავით ძალოვან სტრუქტურაში შესული. დარბაზში შევედი, მე მოვიდა, მოიკრიბა ხალხი და აქედან მქონდა რამოდენიმე ადამიანს და იმედი, რომ ისინიც დასვავდნენ ისეთ კითხვებს, როგორცაც თქვათ მე დავსვავდი, კრიტიკულს და დაიწყო სხდომა, გამოვიდა ჯაბა სამუშია, რომელმაც ძალიან მშვიდად და კმაყოფილად თქვა, რომ ესეთი ამბავია, ერთიანდება ეს ორი უნივერსიტეტი, იურიდიული ძალა აქვს, იურიდიული უფლება ამის აქვთ და გითხრა, რომ სახელმწიფო საკუთრება ყოფილა და სახელმწიფო შეუძლია რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, არანაირი კითხვა არ დაუსვავს თვითონ, რომ მე არ ვიცი, რის საფუძველზე ხდება. გითხრა, რომ იცით, იურისტებთან შეგვიძლია კიდე ესეთი რაღაცა კონსულტაციები გავიაროთ, მაგრამ ეს ასეა, ნამდვილად შესაძლებელია. თქვა, რომ ოთხშაბათს გურგენიძეს დავკავშირდნენ ჯერ, მიქანაძეზე ალბათ საუბარი განათლებიდან და უთხრეს ეს ამბავი და შემდეგ შეიტყო მან ნახევარსაათში და რომ ჩვენ ვიცით, რომ ოთხშაბათიდან ორშაბათამდე ის გამქრალი იყო პრაქტიკულად არავისთან არ გამოსულა. მანაც თქვა, რომ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა წინა დღეს გაიგო ministrisგან სატელეფონო ზარით. ასე გამოვიდა, ასე თქვა, თუმცა მიქანაძე როგორც ამბობს, კონსულტაციები არსებობდა ამ ორ ადამიანთან და რაღაცნაირად შეჯერდნენ, რომ ეს ასე იქნებოდა. მე ამას არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ სხვაგვარად, როდესაც ასეთი შოკური ინფორმაცია იდება, პირველი რაც რექტორმა უნდა გააკეთოს, უნდა მიმართოს არამხოლოდ უნივერსიტეტს, საზოგადოებას, ეს საჯარო ინფორმაცია. საუბარი არის უნივერსიტეტზე, რომელსაც ისეთი ისტორია აქვს, ასე ხილაღებით, ყავს თავი რომ გავანოთ, მუზეუმი ამ უნივერსიტეტში, ხო? როგორ შეიძლება ასეთი რაღაც გაიგო და რექტორმა თქვა, რომ მე ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას და ორშაბათს შევხვდები აკადემიურ საბჭოს და სენატსაც ხდებოდა, ხო? მაგრამ მთელი ხაზი, როცა უსმენდი, მიდიოდა იქეთკენ, რომ ისევ უნდათ რომ ტყუილით გააბრუნოს ადამიანები და მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და ანუ მივცემთ ასეთ სახეს, რომ ეს დაუშვებელია, რომ ადამიანებმა თურმე თავისი პოლიტიკური შეხედულებები ღობეს მიღმა უნდა დატოვონ, ჯავახიშვილის ეზოს ღობეს მიღმა და შემდეგ ისე უნდა შემოვიდნენ აქ და ამას ძალიან ხშირად ამბობდა რექტორი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის თავად დანიშნული და ამას ვერანაირად ვერ გაექცევა. ეს არის მოცემულობა, ხო? და ამ ტყუილიდან დაწყება შემდეგ თუნდაც განცხადებების გაკეთება და თუნდაც მიქანაძესთან რაიმე ტიპის კომუნიკაციის უკვე ტყუილია თავისთავად და შეცდომა, ხო? მე შთაბეჭდილება დამჩა, რომ მისი ახლა მთავარი დანიშნულება არის, რომ ჩააცხროს უნივერსიტეტი, მათ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება, ტექნიკურ უნივერსიტეტს არ ექნება კარგად, თორე ჩვენ პირიქით აგერ თურმე ტექნიკურ მიმართულებებსაც შევიერთებთ. რა თქმა უნდა, ავტონომიურობაზე აფერი არ ვთქვამს, ანუ უნივერსიტეტის ავტონომია მას არ უხსენებია. მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ იურიდიულად არის ეს გამართლებული, იქვე კონსტიტუცია რო ირღვევა, სადაც კონსტიტუცია აკადემიური თავისუფლება და ავტონომია უნდა იყოს დაცული. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხი კი არა და არ აწყობდა ამაზე საუბარი. იმიტომ რომ მაშინ გამოდიოდა, რომ ეს სწორედ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსულ რეჟიმს აქვს საქართველოში, ხო? ეს უკვე ამოვარდნილი იყო. კეთილი, მოი ტექნიკურ რაღაცებს ვიკითხავ. დაახლოებით რამდენ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა? იცით რა, მე სამწუხაროდ ნერვები აღარ მეყო, რომ ბოლომდე დავჩენილიყავი, იმიტომ რომ ბოლოს უკვე ვიყავით გადასული. 11-ზე დროულად დაიწყო? 11-ზე დაიწყო დროულად, კი ბატონო და სადღაც მე მგონი 2:30 იყო თუ არ ვცდები, როცა გამოვედი, იმიტომ რომ უკვე ადამიანები გადასულები იყვნენ იმაზე, რომ მას უხდიდნენ მადლობას, თხოვდნენ, რომ თუ აპირებდა წასვლას არ წასულიყო და ყოფილიყო რექტორის თანამდებობა.
თანამდებობაზე, როინმე ტრეველსაც უხდიდნენ მადლობას, მაგრამ ძალიან უცნაური სიტუაცია. როინმე ტრეველს რისთვის? იმისთვის, რომ აი ამბობდნენ, რომ თქვენ თუ წახვედითო, ჩვენ ვიცით, რომ რექტორები იყვნენ, რომლებიც აი ძალიან იშვიათად რომ თავის ვადას ბოლომდე მიყვებოდნენ და აი მაგალითად როინმე ტრეველი ეს ადამიანი სამუშაო თქვა რომ ცრა მაგასაც არ დასწავდაო, არ დააცადესო და დიდი მადლობა როინმე ტრეველსო, იმიტომ რომ ცოტა ოთხშაბათს დააჯილდოვა ყაველაშვილმა როინმე ტრეველი და როგორც ჩანს მისი გაცოცხლებაც ახლა როგორც ავტორიტეტის უნივერსიტეტისთვის საჭირო გახდა. ხო, იმიტომ რომ როინმე ტრეველის მერე არაერთი რექტორი ყავდა უნივერსიტეტს და რატო გადაახდნენ სხვა წელს. ზოგი ავი იყო, ზოგი კარგი იყო, მაგრამ ნუ როინმე ტრეველი კარგი იყო, მათ შორის და საუკეთესო. და დაახლოებით რამდენი ადამიანი ესწრებოდა, იმიტომ რომ აკადემიური საბჭო არ არის მაინც და მაინც დიდი შემადგენლობის იყო და იქნებოდა დაახლოებით, ახლა რომ არ მოგატყუოთ, ცრა ესე არ დამითვლია, მაგრამ ალბათ სადღაც 60-65 ადამიანი ესწრებოდა. და თქვენსავით თავისუფალი მსმენელები ბევრი იყვნენ? მე მგონი მე ვიყავი მხოლოდ. ანუ ყველა დანარჩენი იყო განსაზღვრული სტატუსით. და თუ არ ვცდები ვანო წერეთელიც ალბათ ასე იყო შემოსული. თქვენ და ვანო წერეთელი იყავით ის გამორჩეული ორი ლექტორი, რომელიც როცა ეს განცხადება გაკეთდა მინისტრის მხრიდან, რომ ორი უნივერსიტეტი ერთიანდება და იმ საღამოს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ სტუდენტები, მხოლოდ თქვენ წარმოადგენდით უნივერსიტეტს აკადემიური პერსონალიდან, ხო? აი რო თქვით, რომ ჩაცხრობა აქვსო რექტორს მიზნად და მისი საქმე ალბათ ეს არის, რამდენად არის ჩასაცხრობი სიტუაცია, თუ კი მხოლოდ ორი ლექტორი აფიქსირებს ღიად თავის უკმაყოფილებას. ხო, ახლა უკვე კარგი კითხვა არის ეს, ვერ გეტყვით. იცით რა იქიდან მე მეგონა რომ ნამდვილად იყო ჩასაცხრობის სიტუაცია და მაგართავადაც თქვა რომ ოთხშაბათის შემდეგ შეხვდა თურმე რამოდენიმე დეკანს შეხვდა თურმე იქ მიმართულებების ხელმძღვანელებს, ასეთ შეხვედრები ქონია, მაშინ როდესაც საზოგადოებასთან არ ჩდებოდა რექტორი. ჩვენ ამის შესახებ არ გვცოდნა, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში არც ერთი დეკანისგან, მათაც შეძლოთ მოსულიყვნენ და პირველ კორპუსის წინ დამდგარიყვნენ, როგორც მე და ვანო ვიდექით და აეხსნათ მდგომარეობა, თუმცა ესეც ვერ ვიხილეთ, ამიტომ გონია რომ მათთან უკვე რაღაცა ტიპის ჩახშობას ჰქონდა ადგილი, ანესთეზია, კი, ანესთეზია გაუკეთეს ამ ადამიანებს და ახლა ალბათ ცდილობენ რომ ეს ნელ-ნელა გადმოვიდეს ფაკულტეტების დონეზე და შემდეგ სტუდენტების დონეზე. ხო, საკითხავი არის, რაში ჭირდებათ ეს, როდესაც რამოდენიმე ადამიანი არ ჩასაცხრობი თითქოს არც არაფერი ჩანს, იმიტომ რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან უფრო იყო ლექტორების ხმამაღალი განცხადებები, ვიდრე თესეუსთან ეს წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, ხო? და შიდა ვითარება არ ვიცი როგორია, იმიტომ რომ რაღაც განცხადებებს და პეტიციებს ვხედავთ, რომელსაც ცალკეული ფაკულტეტები ავრცელებენ, თუმცა იქაც ვხედავთ იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს, რომ 600 ხელმომწერია 700, თუ გავითვალისწინებთ თესეუს მასშტაბს, რომელსაც 1000-ობით სტუდენტი ყავს და ასევე 1000-ობით პროფესორ მასწავლებელი, სხვადასხვა სტატუსის, ალბათ მაინც ძალიან მცირეა, ხო, ეს უკმაყოფილების ტალღა თუ კი ეს შეიძლება ითქვას. კი ბატონო, იცით რა, როდესაც ჩვენ დავწერეთ წერილი და მიმართავდით რექტორს, რომ შეგვხედროდა და ყოფილიყო საჯარო დისკუსია, როდესაც დავწერეთ და გამოვაქვეყნეთ ეს წერილი, ძალიან მალევე 1010 ხელმომწერების რიცხვი, სხვა შორის თესეულ დამთავრებული ადამიანებიც, რომ ისინი თვლიან, რომ ეს არის მათი რაღაცა კულტურული ნაწილი, ინტელექტუალური ნაწილი და მათაც აქვთ უფლება, რომ გამოთქვან აზრი, იმიტომ რომ ასე ახლა ერთი ხელის აღებით გადაუწყვიტო ამ ხელა უნივერსიტეტს ასეთი ისტორიით ბედი, ეს ნიშნავს, რომ იმის იქით უკვე აღარაფერია, ხო, ჩვენ დავინახეთ ეს რეჟიმი როგორ შემოდიოდა ცალ-ცალკე დარგებში, სფეროებში და როგორ იკავებდა და გვტაცებდა, ხო, მის ისტორიას და აგერ მუზეუმის მაგალითი რო გავიხსენოთ, მუზეუმში სწორედ ასე მოხდა, ასე დაიწყო, დაიწყეს რეპრესიები, მე გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ანესთეზიას უტარებდა დანარჩენ ხალხს, იმიტომ რომ თქვენ ეს არ შეგეხებათ და ასე დარჩა საუკეთესო ნაწილი მუზეუმის გარეთ. იმდენად დააზიანეს მაშინ სფერო და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავია, რომ სამუშია იყო შოთა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელი მაშინ, როდესაც აი ამ წამოყვან სპეციალისტებს უთხრეს, რომ 10 მათი პროგრამა გაჩერდებოდა და საუბარი არის ფუნდამენტურ კვლევებზე, რომელმაც საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვათ. წარმოიდგინეთ, ამ პროგრამებს, ამ კვლევით ნაწილში ყავდათ მათ უცხოელი ექსპერტები, შემდეგ ამ ექსპერტებმა თუ გახსოვთ თქვენ
წერილიც კი მოიწერეს. შესანიშნავად მახსოვს, მე ვაშუქებდი ამ პროცესს. ასეთით იქ პირდაპირ თქვენს რომ იცით რა პოლიტიკა და პარტია განაპირობებს და განსაზღვრავს მეცნიერებას, კვლევას, ახლა უკვე გაათლებასაც. ხო, თუმცა მაშინაც აკადემიური სივრციდან და უნივერსიტეტებიდან იყო დუმილი და როცა ვლაპარაკობდით რომ აი აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევა და შეზღუდვა მეცნიერების თავისუფლების არ ვიცი რაღაცა ქარს გატანებული სიტყვებივით ჟღერდა ეს, იმიტომ რომ აი გარედან მართლა უფრო დიდი იყო გამოხმაურება, ვიდრე შიგნით შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მოქმედი პროფესორები უფრთხილდებიან, ალბათ სწორედ იმის იმედით, რომ ეს ვიღაც სხვას ეხება და თვითონ გადარჩებიან. სტატუსის შენარჩუნებაზე ორიენტირებული პროფესორ-მასწავლებლები ყავს, ასე აღმოჩნდა, რომლებსაც შინაარსობრივად ვერ გაუგიათ სინამდვილეში რას ემსახურებიან და აი ეს პრობლემა დავინახე მე დღეს, იცით რა სულ ვამბობ, რომ მე მიხარია, რომ ჩემი სტუდენტებმა არ იციან რა არის მაგალითად საბჭოთა წყობა და მე სადაც ვასწავლე 25 წელიწადია და რასაც ვქმნი, იმდენად საწინააღმდეგოა საბჭოთა წყობილების, რომ დღეს ჩემთვის აი ამ წარმოდგენის ნახვა იყო უფრო მეტად ალბათ დეპრესიაში ჩამგდები, ვიდრე მაგალითად რა ვიცი მიქანაძის რომელიმე განცხადება, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ვერ გამოვედით. რა იყო საბჭოთა დღევანდელ კრებაში? სულისკვეთება, ტექსტები? სულისკვეთება, მოზომილი ხმადაკარგული განცხადებები, მათ შორის ყოველთვის იმის ხსენება, რომ რექტორს და დაუმტკიცო პატივისცემა იყო მაგალითად ძალიან საბჭოთა კულტურისთვის დამახასიათებელი ის რომ იქ მე გამოვდექი ადამიანი რომელიც არ ცხვენდა უნივერსიტეტს და პირდაპირ მომთხოვეს პასუხი და მათ შორის სამუშიამ ძალიან კაცრად მითხრა რომ თქვენ საჯაროდ უნდა მომიხადოთ მე ბოდიში იმიტომ რომ თურმე ვაბრალებდი იმას რომ სპეცრაზმა რომ გამოიარა უნივერსიტეტის ეზო ამაზე განცხადება არ გაუკეთებიათ და არ უთქვამთ რომ ეს იყო დანაშაული და ეს ასე არ შეიძლებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შედიან საევაკუაციო თურმე არფაშოში არ ყოფილა რექტორი 24 საათიანი კადრები მაქვსო და იქ გავეცანიო ჯერთი თქვენ არ იყავითო იქო არანაირი ღამე არ გითენებიათ იქ არიდექითო მე ვნახეო რომ ეს საერთოდ შენობაშიც არ იყვნენ სპეცრაზმელებიო და ამიტომ ახლა უნდა მომიხადოთ ბოდიშო და ეს იცით რას მოყვა მე მას ეს უნდა მეკითხა ზუსტად როგორ აღმოჩნდით ორი უნივერსიტეტის გაერთიანების იდეიდან თქვენ ბოდიშამდე. აი აბსოლუტურად ნონსენსი იყო ხა რაზეც დავიწყე დავა მოყვა იმას რომ მე დავსვი ასეთი კითხვა რომ იცით რა თუ პოლიტიკური არ არის ეს გადაწყვეტილება, აბა აკადემიურია, ანუ პოლიტიკურია გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მიიღეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება და ახლა, ну, რა ვიცი, ტყუილი იქნება ის, რომ ჩვენ ვედავოთ მათ აკადემიურად, ხო? თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ასეც უნდა ედაო, მაგრამ მხოლოდ ამ კუთხით დავა იქნება უკვე წამგებიანი და ნიშნავს, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ. და მე ვკითხე ბატონო ჯაბა, მე ვთხარი, აი თქვენ რო ამბობთ, რომ ღობის იქით უნდა დატოვოს პოლიტიკა ადამიანმა როცა შემოვა, რატომ არ ითხოვდით ამას მაგალითად, როდესაც ირაკლი კობახიძე მეორე კორპუსში შედიოდა ასეთ შეიარაღებული, ზოგი ის იყო ტიტუშკა იყო და ზოგი არ ვიცი კიდე ვინ იყო. დაცვის წევრები ნამდვილად იყვნენ. ეს ჩემთვალებით ბატონო, მიყავდა პარტაქტივი და სვავდა ლექციებზე, მათ უკითხავდა ამ ლექციებს. მე ჩვენ სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაშინ რატომ არ გაკეთდა არანაირი განცხადება, რომ ამ ადამიანმა დატოვოს პოლიტიკა ღობეს მიღმა და ასეთ დღეში მეორე კორპუსს ღობე არ აქვს. ხო. და ვარც რომელიღაცა ღობეს გულისხმობდა. ან მაგალითად რატო არ დაატოვებინეთ ღობეს მიღმა ამ სპეცრაზმს და რა ვთქვათ თქვენ აქ ვერ გამოივლით არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ხო საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ყველაფერს თავი გავანებოთ ხო და მისი ისტორია და იმ ისტორიას ურტყავს ის რომ უცბად სპეცრაზმი მოდის სწორედ ამ შენობების გავლით თუ შიგნით არ ყოფილა ესეც არ ვიცი და ეჭვის მე ჩემი თვალით რაც ვნახე მხოლოდ იმაზე შემიძლია ვთქვა ისინი მოდიოდნენ ეზოდან მეორე კორპუსის ეზო და პირველი კორპუსის ეზო გამოიარეს ძალიან მშვიდად და შემდეგ დაგვარბიეს. ეს იყო და იქ მე ერთ-ერთი ადამიანი აღმოჩნდა აკადემიური საბჭოდან რომელიც წამოხდა და თქვა რომ არა
ქალბატონმა ქეთევანმა ახლა და აქვე უნდა მოიხადოს ეს ბოდიშიო და ნუ მოკლედ მე ჩემი რეპლიკა იყო რომ ეგებ 5000 ლარიანი ჯარიმაც გამომიწერო თან 2 დღით გავიშვათ იზოლატორში და ნუ ეს გამოცდილება უკვე გაქვთ. მაქვს ახლა ცით ძალიან მაგონებდა მანდატურების თქვენ ყავდეთ ნინო ბარძემიშვილი აქ და მე და ნინო ბარძემიშვილი ერთად ვიყავით საგარში ძალიან გამიმართლა ხო და ძალიან გამახსენდა ის სამუშიას გარდაქმნა უცბად როდესაც ვესაუბრებოდი თქვენ როცა ამბობთ რომ პოლიტიკა არა პოლიტიკა და მე ვკითხე მეცით რომ მე პარტიული არ ვარ და არც არც ყოფილვარ და არც ვიქნები და თქვენ რამდენ პარტიაში ყოფილხართ რო თქო თუ შეიძლება რომ დაგვისახელოთ თქო და ნუ ამას მოაყოლა მე რაღაცნაირი და საუბარი იმიტომ რომ ჩემი კითხვა რამდენი პარტია ქონდა გამოცვლილი ადამიანს რომელიც ამბობდა რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის და ასე შემდეგ. დაიწყო ისტორიის მოყოლა როგორ დაიშალა იდეპ მე როგორ ამიქნა თქვა რომ ოცნებაში არ ყოფილა ამ დროს ფრაქციის დამაარსებელი იყო მოკლედ მე ვიკითხე რაოდენობა მინდოდა იმ მომენტში არც მიკითხავს რომ რომელ პარტიაში იყავით უბრალოდ მინდოდა ეს ეთქვა. იმიტომ რომ ესეც ტყუილია როცა ამბობს რომ პოლიტიკა არაფერშუაში არის პოლიტიკურად დანიშნული ადამიანია და ამიტომ ასეთი ტყუილები არ გავახლა. მე გამომიყვანოს პოლიტიკურად რაღაცნაირად მოტივირებული ადამიანი, ხო? ხო და რატომ ვახსენე ახლა ნინომ ძალიან კარგად ისაუბრა, ხო, როცა თავისუფლებებს იცავდა მანდატურებთან. ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო, აი როგორც მანდატურები ჯერ თითქოს თავაზიანები არიან, ოღონდ როგორც კი შენუფლებებზე უწყებ ლაპარაკს ისინი გამოდიან წყობიდან და საკუთარ აი ნამდვილ სახეს აჩვენებენ, ასე იყო დღევანდელი მდგომარეობა. და კეთი ამ 80-მდე ადამიანში არ იყვნენ კოლეგები, ვინც თქვა, რომ რა შუაში ეხა კეთისგან ბოდიშის მოხდა, სხვა რამეზე ვარ ჩეკრებილები, ვინც გამოგექომაგათ, არ ვიცი. არა, მე ძირითადად მოვისმინე ადამიანებისგან შეძახილები, რომ პოლიტიკა აქ რა შუაშია და ეს საერთოდ ვინ არის და აქ რა უნდა. ანუ 80 კაცში არავინ არ იყო გამომქომაგებელი? არავინ, აბსოლუტურად. თუმცა, ნუ შემდეგ მოვისმენთ ვანოს არაჩვეულებრივი კითხვა ავტონომიასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხი იყო სამუშიას პოლიტიკური ჭრილი და იქით მიექანებოდა ისევ, რაზეც ვანომ ძალიან მარტივად კითხა რომ მე თქვენ ავტონომიაზე გისვათ კითხვას და რატომ საუბრობთ ახლა პოლიტიკაზე და პარტიებზე და ასე შემდეგ და უთხრა თქვენ დამისვითო კითხო რამდენ ასიანდურშიც მე ვიყავი უბრალოდ წარმოედგინე რომ ვანო და მე ამ შემთხვევაში ერთ პოზიციაზე ვიდექით და მე ეხ გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვიტყვი რომ ძალიან გვინდა ჯაბა სამუშიაც სტუმრად გპ-ის რექტორიც და განათლების მინისტრიც რომელსაც აი თქვენ თავი შევათანხმა ინტერვიუ მე კიდე დაურეკე მის პრესსამსახურს თვეებია მოკლედ ვცდილობთ რომ პირველი პირებისგან ვინც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული თუ იღებს ამ გადაწყვეტილებას მოვისმინოთ პასუხები კითხვებზე რომლებიც აქვთ მაგრამ ძალიან სამწუხაროდ ეს ჩვენი აუდიტორიისთვის რო იყოს ცხადი ვერ ვიღებთ და ძალიან უხوارთ ამის გამო იმედია, ოდესმე galყვება ეს ყინული და ნელ-ნელა აღმოჩნდებიან ეს ადამიანებიც, იმიტომ რომ გამოდის რომ აი ირიბად და დახურული კარს მიღმა გამოტანილი ინფორმაციით მსჯელობთ ამაზე და ძალიან არაკომფორტულია ეს ვითარება, მე არ ვიცი, მედიისთვის არ არის ეს მოკლედ ხელსაყრელი პირობები, იმიტომ რომ საინტერესოა რას ფიქრობენ თვითონ ისინი. ამ სხდომაზე 80 კაციან, დაახლოებით 80 კაციან სხდომაზე ალბათ ყველა იყო ადამიანი, რომელმაც ტელევიზორიდან გაიგო ამბავი იმის შესახებ, რომ მისი უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტს უერთდება რა? რექტორის გარდა. ვერ გეტყვით. არ ვიცი. არა, ეს კითხვა არ დასმულა, რომ აი რატო გავიგეთ ჩვენ ინფორმაცია. არა, კითხვა იმასთან დაკავშირებითაც არ დასმულა, მაგალითად სამუშია ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი, დაწყებული იყო თუ არა პროცესი უკვე. აქ ასე იდგა საკითხი, რომ სამუშიამ თქვა, რომ თქვენ გაქვთ უფლება, რომ რაღაცა თქვენი აზრები წარმოადგინოთ და მე გიშვამდგომლებთ, რომ მაგალითად განათლების მინისტრს შეხვდეთ. ან მისი პოზიცია რა იყო? და რაზე უნდა შეხვდეთო? რაზე უნდა წარმოადგინოთ პოზიციები? ხო, ნუ რომ ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ პროცესს, ოღონდ ის რამდენად გაჩერდება და რამდენად გადაარჩენს უნივერსიტეტს, ამაზე საუბარი არ ყოფილა და რა თქმა უნდა მე ვხვდები ახლა რომ ესეც არის ფორმალური ამბავი, იმიტომ რომ იცით რაშია საქმე, მიქანაძეს როდესაც წერენ ხოლმე ექსპერტები მათ შორის, შემდეგ იქიდან რაღაცებს იღებს რაღაცა ნაწილებს, იმიტომ რომ თავად არ არის ის საკითხი და უტრიალებს შემდეგ
ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც უნივერსიტეტს მოუწევს, აი თქვენ რომ ამბობდით ამას, რომ ხარისხი გაიზრდება მაგალითად და როგორ ვზდით ამ ხარისხს პროგრამებს ვატარებთ და ჩემი კითხვა კიდე ერთ-ერთი იყო სამუშიასთან ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩვენ გადავედით უკვე 3 წლიანზე მუშაობენ უნივერსიტეტმა გადაწყვეტა ხარისხებმა რომ აი დაიწყოს 4 წლიანი პროგრამებს, რომელსაც აკრედიტაცია აქვს გავლილი, 6 წლით. ხო. გაიარა 4 წლიანმა 4 + 2-მა აკრედიტაცია და ახლა ძალიან მარტივად გადადიან, უნდა გადააკეთონ 3+1-ზე. და მე აქ კითხვა დავსვი, რომ მე მაინტერესებს მეთქი თქვენ მაშინ, როდესაც ამბობდით გახარებული, რომ ჩვენ უპირობო ავტორიზაცია ასე დაწერა, ესე უპირობო ავტორიზაცია მივიღეთ, იმიტომ რომ მაშინ გახსოვთ რომ ილიამ მიიღოთ პირობით და დათქმით. და თქვენ ასე გიხაროდეთ, მე ვთქვათ, ახლა ისევ გახარებულები გადადიხართ 3 წელზე, აი ვინმეს რო ეთქვა რომ 2 წლიანი ყოფილიყო ეს პროგრამა, რა სტანდარტით მიუყვებით ამ ცვლილებებს, რაზე თქვა რომ მან ყველა პროგრამა ძალიან კარგად იცის დაწვრილებით და სხვათა შორის და მე მგონია რომ მას ყველა ინტერვიუ აქვს მოსმენილი, მათ შორის ჩემიც და მე სულ ვამბობდი რომ არ მომწონდაო ესო რომ 4 წლიანი იყო ზოგი და ზოგი 2 წლიანიო და ახლაო ძალიან მიხარია რომ გვაქვს საშუალება, იმიტომ რომ ამით უახლოვდებით ევროპულ განათლების სისტემასო და ბოლონიის პროცესი ახსენდა, სადაც ნუ არ ვიცი ავტონომიურობის და აკადემიური თავისუფლების პირობებში როგორ დავრჩებით კაცმა არიცის და ძალიან კმაყოფილი ვარ და მაშინ კითხვა დავსვი რომ ეხლა იქნებ მეც მითხრათ და მეც გამეხარდეს ის ამბავი მაგალითად რომ ჩვენ ესპანურის მიმართულებაზე შემოდიან სტუდენტები 0 ცოდნით ესპანურთან მიმართებით, იმიტომ რომ სკოლაში არ ისწავლება ესპანური და აი 3 წელიწადში როგორ წარმოგიდგენიათ რომ გავზარდოთ ესპანური ენის ფილოლოგი თქო. რატო შემოდიანო? 0 ცოდნითო და იკითხა კაცმა რომელიც მანამდე გეუბნებოდათ რომ ყველა პროგრამა კარგად იცოდა. კარგად იცოდა. ხო. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ აქ და რა უპასუხეთ რატო შემოდიან? მე ვთქვი როგორც თქვი სკოლაში არ ისწავლება და იმიტომ შემოდიან თქო და აბა მაშინ 3 წელიწადში ვერანაირად ვერ შექმნით ფილოლოგებსო. ანუ მაშინ ვაუქმებთ ესპანურს რა არის გადაწყვეტილება? არ ვიცი. არ ვიცი, ხო ძალიან არის სემონა თან ეგ ამბავი, იმიტომ რომ ადამიანს ყველა პროგრამა ვიცი და მე დავადგინე თურმე ეს ზედმეტია. 1 წელი ბაკალავრიატზე მაგალითად ის მე-4 წელს შეიძლება საერთოდ არ გაიარო და ადარებ ევროპულ სისტემას, სადაც სულად განსხვავებულია მათ შორის 13 წლიანი სწავლება მანამდე. პროფილურად როგორ მიდიხარ, აპირებ თუ რა უნივერსიტეტში გაყვე, ბაკალავრიატზე ბევრად ადრე იღებ გადაწყვეტილებას, როგორ სადაპირებ გაგრძელებას უნივერსიტეტში თუ პროფესიულ სასწავლებლებში მაგალითად. იქ უნდა იყოს თუ არა კვლევითი ნაწილი და სწავლიthi კომპონენტი. ამაზე საერთოდ საუბარი არ არის. და ხო, რაც ვთქვი, მან იცის რომ ეს იქნება კარგი. ეგებ ეს განწყობა დომინანტური TSU-ში, რომ პრობლემა ექნება ტექნიკურ უნივერსიტეტს და არა მათ. და ამითი აიხსნება მთელი ეს თუ ასეთი განწყობა. თუ ასეთი განწყობა არის, ამაზე იზრუნა თავისთავად სამუშია. იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი დასკვნა გააკეთო იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ახლა ჩვენ ვართ. და ნუ ასე დაიწყო მან საუბარი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს შეიძლება იყოს პრობლემა, რომ ჩვენ სახელსაც ვინარჩუნებთ და პირიქით ვითარდებით. და რა პრობლემაა TSU-ისთვის თუ კი ადამიანი ესე ფიქრობს, თქვენ რა პასუხი გაქვთ მათთვის? იცით რა, საერთოდ რეალურ პრობლემებზე არ დგას ეს გადაწყვეტილება და იმიტომ რომ პოლიტიკური ასე გადაწყვეტა რეჟიმმა ცალკეულმა ადამიანებმა, იმიტომ რომ ჭირდებათ ხო არც დაუმალავთ, ხო ჭირდებათ ის ისტორიული კორპუსები, რომელსაც შეადგენს უნივერსიტეტი. ეს სარფიანი გარიგებაა, ხო? აი მე-7 კორპუსი მაგალითად ამას წინათ გაასხვისა უნივერსიტეტმა, რექტორმა და კანცლერმა პასუხი არ გაგვიგეს სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ღირსეული საერთო საცხოვრებელი ვერ აუშენდებოდათ სტუდენტებს, იმიტომ რომ არ ქონდა ფართი. აღმოჩნდა რომ ზედმეტი ფართიც გვაქვს და ვასხვისებთ, ხო? მაგრამ ამაზე დღეს კითხვა არ დასმულა. ჩვენ მიწერილი გვაქვს დიდი ხანია წერილი და ვითხოვთ იმაზე პასუხს და ჯერ იქაც არაფერი არ არის. დეტალურად აგვიხსნა როგორ გასხვისდა და რატომ გასხვისდა მე-7 კორპუსი, ხო? არის პრობლემა არა ის, რომ მაგალითად მე დღეს, რა ვიცი, TSU-ს წარმოვადგენ თუ ტექნიკურ უნივერსიტეტს. პრობლემა არის ის, აი ამ ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების პირობებში საერთოდ რას წარმოვადგენ, რა უნივერსიტეტს? საერთოდ ეს რა უნივერსიტეტია?
ეს თუ არის და ასეც იქნება პარტიისგან მართული, ახლა ჩემი არჩევანი უნდა იყოს, მე მინდა თუ არა პარტიულ უნივერსიტეტში ვასწავლიდე თუ არა, იმიტომ რომ ამდენი ხანი მე მეგონა რომ ვიყავი იმ უნივერსიტეტში, სადაც მე თვითონ შემეძლო დამეგეგმა სწავლება, იმიტომ რომ მქონდა აკადემიური თავისუფლება, ალბათ თუ კარგად მივდიოდით და ვითარდებოდით. მათ შორის ჩადებული იყო ჩემი რესურსები, როგორც ინტელექტუალური, ასე ჯანმრთელობის ძალიან ხშირ შემთხვევაში მატერიალურიც, იმიტომ რომ იყო პერიოდი მე 21 ლარი მქონდა ხელფასი და კერძო მოსწავლეები მყავდა იმისათვის, რომ ჩემი სტუდენტებისთვის მიმეტანა სახელმძღვანელოებზე აქ საუბარი. ნუ ახლა კოვიდის პერიოდში რომ დატოვეს სტუდენტები ისე მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები და მათ ინტერნეტზე არავინ არ იზრუნა, კი აქ მე თვითონ ვცდილობდი ამ პრობლემას. ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენ თავზე ავიღეთ, ალბათ ესეც იყო დანაშაული და არ ყვიროდით მაშინ. თუმცა ირაზეც ვიყვირეთ, იყო დაპირება, მაგალითად რომ აშენებდნენ საერთო საცხოვრებელს, თუმცა აღმოჩნდა რომ ამისთვის ფართი არ ყოფილა. მე ისიც აღმოჩნდა რომ თურმე ზედმეტი ფართია და უნდა გავასხვისოთ. აი ასე მოქმედებს ამ შემთხვევაში რექტორი და ის ცდილობს რომ ყველაფერი გაამართლოს იმით, რომ მოღონთ პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ და არ მივცეთ ამას პოლიტიკური ბრძოლის რაღაცა ნიშნები და აკადემიურად კი ბატონო ვისაუბროთ. თუმცა აკადემიურადაც არ აქვთ არანაირი ბერკეტი. და თქვენი აზრით, როცა ამბობს რექტორი, რომ არ მივცეთ ამას პოლიტიკური ბრძოლის ხასიათი თუ პოლიტიკური პროცესის, რისი ეშინია მას სტუდენტების პოლიტიკური აქტიურობის თუ აკადემიური პერსონალის პოლიტიკური აქტიურობის? მე მგონია მას ეშინია იმისი, ვის წინაშეც არის ანგარიშვალდებული და ეს არ არის უნივერსიტეტი, იმიტომ რომ როდესაც ინფორმით როგორც ის დაინიშნა და მოვიდა უნივერსიტეტში. ერთ კანდიდატიან არჩევნებში აირჩიეს. დიახ, ნუ არ იყო არანაირი სხვა, ასე ვთქვათ. და ისევ ამბობ, როგორი გამოცდილებით მოვიდა, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ის არის ანგარიშვალდებული იმ ადამიანის თუ ჯგუფის წინაშე, ვინც მას მიანდო ეს საქმე. და მისი მმართველობა სწორედ ამითი ხასიათდება. ეს ჩაკეტილი კაბინეტი ძალიან ბევრი წერილი მაქვს მე პირადად მიწერილი და არაფერზე პასუხი, იმიტომ რომ არ თვლის საჭიროდ საერთოდ ჩვენ გაგვც ეს პასუხი. ჩაკეტილი კაბინეტი, სადაც შეყავს მიმართულებების ხელმძღვანელი, დეკანი და საუბრობს, ნუ არც იქ სტუდენტსაც შეიყვანს, დაელაპარაკება ხო, შვილოს ეძახის თურმე აღმოჩნდა სტუდენტებს და ასე მოაგვაროს, მიაჩუმართოს, ასე ვთქვათ, პრობლემები. ამას არის მიჩვეული ის და ის არის ანგარიშვალდებული, ალბათ ვიქანაძის და ასე შემდეგ ასეთი ადამიანების. და მას ვისთანაც ანგარიშვალდებულია, მათ უფრო რისი ეშინიათ სტუდენტების გაბრაზების თუ აკადემიური პერსონალის. როცა ამბობენ, რომ უნივერსიტეტში პოლიტიკური სივრცე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ხო ძველი გზავნილია, რომელიც აი რუსული კანონად წოდებული აგენტების კანონის განხილვისას შედგენილი რექტორების საბჭოს წერილიდან გვახსოვს, მაგის მთავარი სულისკვეთებაც ეგ იყო, რომ რაც გინდათ ისა პროტესტეთ გარეთ, მაგრამ უნივერსიტეტებში არ შემოიტანოთ პოლიტიკა. კი ბატონო. მათ ეშინიათ სტუდენტების მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომაც არის, რომ როდესაც ნებისმიერი აქცია უახლოვდება განსაკუთრებით პირველ კორპუსს, ხედავთ როგორი მობილიზაცია მთელი სამართალდამცავი სტრუქტურების. კი, ყველა მახლობელ ქუჩაზე პოლიციის მანქანები დგას. კი ბატონო. როგორ მაკონტროლებენ მაგალითად მე ლექტორს და იციან მათ რომ მე ამ საკითხებზე სტუდენტებსაც ვესაუბრები და ალბათ გამონაკლისი ვარ, მაგრამ ასე იყო, სანამ დამაკავებდნენ მაგალითად მანამდეც მქონდა სტუდენტებთან საუბარი და პირდაპირ უთხარი ლექციაზე, რომ იცით რა, თქვენ ხვალ შემოხვავთ და მე არ დაგვხვდებით, უნდა იცოდეთ, რომ დიქტატურაა ის, ვინც ხო დამაკავა და ასე იქნება, იმიტომ რომ ამას არ ჭირდება ბევრი ფიქრი და ბევრი აზროვნება, ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ეს ასე მოხდება, ეს ასე ხდება. რეჟიმების ბუნებაც ასეთია და კაცობრიობის გამოცდილებაც ასეთია და მაკონტროლებენ ძალიან, ხო? აი როგორ გარაში გამოიხატება ეს კონტროლი? არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად მიდიან და ამბობენ, რომ აი ეს ადამიანი არის გასაშვები. ნუ მომივიდა ესეთი ხმა და ის მონიტორინგის რაღაცა სამსახურია და იმდენად ხშირად აღებს კარს, როცა მე მაქვს ლექციები, რომ ნუ სტუდენტებს უკვე ეღიმებათ ხოლმე. მთელი ყურადღება არის გადმოტანილი იმაზე, მე რამდენად ვარ ლექციაზე, არ ვარ ლექციაზე, რას ვაკეთებ, რაზე ვსაუბრობ. ლექციაზე ჯერ არ გესწრებიან?
ჯერ ობიექტური დამკვირვებელი არ მყავს ლექციაზე და იმედი მაქვს არც არასდროს არ მეყოლებათ. და რას ფიქრობენ, არ ვიცი, გავიგეთ, რომ აკადემიურ საბჭოზე ამ 80-კაციან შეხვედრაზე ერთსულოვანი დამოკიდებულება იყო და თქვენი დასჯა იყო მთავარი მიზანი, ხო, მაგრამ აი მაგალითად თქვენი ფაკულტეტის კოლეგები არ იმჩნევენ ამ ყველაფერს, რაც თქვენ თავს ხდება? ხო, ან რაც მათ თავს ხდება, ეს ხო არ არის თქვენ თავს ამბავი, ეს არის ალბათ უნივერსიტეტის თავს რაც ხდება ეგ ამბავი. იყო რამოდენიმე გამოსვლა, რომ სადაც დავინახე, რომ ადამიანები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ ამას, ასეთი გამოსვლებიც იყო, თქვათ ასევე ვთქვით, რომ ძირითადად ყველაფერი მშვიდად იყო, კრიტიკული გამოსვლებიც რამოდენიმე ნამდვილად იყო. რაც შეეხება ჩემ ფაკულტეტს და როგორია განწყობა, ასე რომ კითხოთ, ყველა არის წინააღმდეგი, ყველა არის აღშფოთებული. მაგრამ არავის არ უნდა რომ ეს თქვას ხმამაღლა? დიახ, აი ხელსაც მოაწერს ადამიანი, უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც გამოვდივართ შემდეგ და ამას ვაპროტესტებთ, საჭიროა, იმიტომ რომ ახლა მხოლოდ ის სივრცე გვაქვს დარჩენილი საპროტესტო და სადაც ჩვენი მართალი ხმა ჯერ კიდევ ისმის, ასეთი სამწუხაროდ ცოტა. იმიტომ რომ ალბათ ადამიანებს ეშინიათ და აი ასე თუ ტარდება სხდომები, არც მიგვირს რომ ადამიანებს აშინებენ. ეს არის აი წარსულის აჩრდილის გაღვიძება, გაცოცხლება და იმის შეხსენება, რომ შენ რაღაცა რაც დასწავლე მეხსიერებაში გაქვს დარჩენილი, როგორც არსებობდა ტერორი ამ ქვეყანაში. ხო, სადამსჯელობაც და იმას გაგიცოცხლებ და აღარც მიგვირს სიმართლე გითხრათ, რომ ხალხი ასე ჩუმად არის. ეშინიათ თუ ფიქრობენ, რომ თვითონ შეიძლება გადარჩნენ და სხვა იქნება ის, ვინც დაისჯება. ორივეა, კი. იცით რა, ძალიან დიდწილად ალბათ ადამიანებს გონიათ, რომ მათ არ შეხებიან, თან განსაკუთრებით თუ ახლა სამუშია შეგიყვანს კაბინეტში და იქ მამაშვილურად გაგესაუბრება, ალბათ გადარჩები, ასე გონიათ, მაგრამ ისევ რა ვიცი, ბუნებიდან, რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, ვერ გადარჩებიან სამწუხაროდ ვერც ისინი და ვერც თავად სამუშია. ამ სენტიმენტების გაღვივებაზე მე მგონი ოცნების ხელისუფლება კარგად მუშაობს, იმიტომ რომ გივი მიქანაძემ განათლების მინისტრმა 1 თებერვალს გავრცელა 4 წუთნახევრიანი ვიდეო მიმართვა, რომელშიც ერთი მხრივ ის თქვა, რომ უნივერსიტეტების შერწყმის მიზანია კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობისა და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისობის ზრდავა, მაგრამ იქვე ითქვა, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტებიდან არ უნდა დარჩეს უნივერსიტეტს მიღმაო. ეს არის შიში, რაც ალბათ შეიძლება გქონდეთ, ხო, პროფესორებს და იქვე დადო პირობა, რომ ორი ჰაბი ჩამოყალიბდებაო თბილისსა და ქუთაისში, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქში ამ პრინციპის დაცვაო. მე ჯერაც ვერ გავიგე ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქში, რას გულისხმობენ, იმიტომ რომ ფაკულტეტი დიდი ცნებაა და რა გადააქვთ, მთელი სამედიცინო ფაკულტეტი, მთელი ჰუმანიტარული ფაკულტეტი, თუ აი მაგალითად ფილოლოგია და ისტორია სწავლობენ. სპეციალობაა თუ ფაკულტეტი ეს არ მესმის და ეს ვინმე მიკითხა? ვიკითხებ და პასუხი არ აქვს. ყველასაბას ვიკითხები, რა არის ფაკულტეტი? რა არის ფაკულტეტი, რა არის მიმართულება, ну ისინი რას თვლიან ამათ, იმიტომ რომ ახლა როდესაც საუბრობდნენ, რომ რითიც პირველად სატყვარა შემოაგდეს, ხო, რომ 10,000 ლარიანი პროფესორი იქნება მიმართულებაზე ერთი სრული პროფესორი, ხო, მიმართულებაც რა არის ეს მიმართულება? მიმართულებები არის, რა ვიცი მე 25 სრული პროფესორი შეიძლება ყავდეს. იქიდან ვის ირჩევენ? ახლა მიქანაძემ თქვა, რომ არა, მან და არავის შევეხებით ცალკე დამოუკიდებელი რაღაცა იქნება, რაღაცა ესეთი სტატუსის მქონე ეს 10,000 ლარიანი პროფესორი, ოღონდ რა სტატუსი ექნება, ან რა ევალება იმას გაურკვეველი, ანუ დანარჩენები რჩებიან ასე? ის სრული პროფესორია და მათ ხელფასებს რა მოძდით. იცით რა, ეს ხო ბუნდოვანი კი არ არის ეს რეფორმა, ეს არის ტყუილებზე აგებული რეფორმა და ამ ტყუილებით იწყებენ ვაჭრობას და რამდენი შენ შედიხარ აკადემიურ მსჯელობაში, იმდენი ახალი ტყუილები მოდის, ხო? მთელი რიგით, აი, ეხლა მაგალითად რას ნიშნავს დაადარებენ პროგრამებს და ხარისხი გაუმჯობესდება, ეს რას ნიშნავს? მიქანაძემ თუ იცის რას ამბობს? ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანების შემდეგ მოხდება ეს ყველაფერი. ადამიანური რესურსები, ახლა ნახეთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ყავს, მაგალითად სიტყვაზე ფინანსური განყოფილება ყავს, ასევე თესეურს. აქ რა კანცელარია. კანცელარია, თავისი დეკანი, რომელიც შეიძლება იქაც იყოს და ერთი და იგივე ფაკულტეტის, ხო, და აქაც იყოს. აი აქ რა ხდება? ან საგამოცდო ცენტრი. ამ შემთხვევაში რა ხდება? ან რექტორი.
ვინ იქნება რექტორი? რექტორზე ამბობენ იზორია იქნება. ის მივხვდით რომ ერთი იქნება ალბათ. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ასე თქვეს გამოვიდა. თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, მე არ წასვლას არ ვაპირებ. მე ახლა ვერც სამუშას შევამჩნიე რომ სადმე წასვლას აპირებდეს, ამიტომ არ ვიცი. ნუ შეიძლება სამი რექტორი მივიღოთ. ეგეც არ გაგვიგვირდება. მაგრამ ამაზე არ ყოფილა ხო კითხვა არ ვთქვამს რომ მე შეიძლება არა, იქ თხოვდნენ რომ თქვენ არსად არ წახვიდეთ და თქვენ ხართ საოცარი ადამიანი და ვინ არ ყოლია, მაგრამ თქვენნაირი კარგი არავინ. ეს მოწონდა? ძალიან. ეს რო ესმოდა. რა თქმა უნდა. კეთი, რადგან გაკვირვებული ხართ იმით, რომ აკადემიურ საბჭოზე ნისული საბჭოთა კავშირის ყრილობაზე აღმოჩნდით თქვენი აღქმით. რას ელოდით? უნივერსიტეტში, რომლის კართანაც მე ვიქნები ხა ეშმაკის ადვოკატი და ვიტყვი, რომ სულ რაღაც 30-40 სტუდენტი იდგა და მათი ნაწილი იყო, კიდე თითქმის მათი უმეტესობა იყო ის სტუდენტები, რომლებიც ისედაც ანტისამთავრობო გამოსვლებში ჩართულები არიან და ვერ ვიტყვით მართლები რო ვიყოთ სინდისთან და რეალობასთან, რომ ამ გადაწყვეტილებამ სტუდენტებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. არ არის სტუდენტების პროტესტი, პრინციპში არც ტექნიკური უნივერსიტეტის წინ ჩანს ეს, რომ ახალი ხალხი გაბრაზდა, იქ ლექტორები შედარებით აქტიურობენ და თესეუსთან მით უმეტეს არ ჩანს, რომ სტუდენტებში ეს გადაწყვეტილება უკმაყოფილებას იწვევს. კი ბატონო. თუ არავის ადარდებს ამ უნივერსიტეტების ბედი, მაშ ხო, ისთვის წუხართ თქვენ, რომელ უნივერსიტეტს იცავთ? ხო, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ მოსულ ადამიანებს აკადემიურ პერსონალს ქონდა გააზრებული რა უნდა დაიცვათ და სად მუშაობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს უნივერსიტეტი და რომ ისინი პირველ რიგში სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი უნდა ყოფილიყვნენ იქ და არა მაგალითად არ ვიცი მე განათლების მინისტრის რაღაცა ტიპის განცხადებს, თუმცა ისინი არ ეთანხმებიან ძირითადად ამ ამბავს, ან მაგალითად მეგონა რომ დაუსვამდნენ რექტორს. ძალიან წავე კითხვებს, სად იყო ამ ხნის განმავლობაში, როგორ იყო მისი პოზიცია, რატომ ამბობდა მაგალითად განათლების მინისტრი, რომ გავლილი ქონდა უკვე კონსულტაციები რექტორებთან და რა ტიპის გადაწყვეტილებაზე ქონდა ხელი მოწერილი, ან საერთოდ რამე გადაწყვეტილება თუ არსებობდა. მე ასე მეგონა, იმიტომ რომ მაგაც მგონია რომ ბუნებრივი პროცესია ეს, რომ როდესაც წარმოადგენს შენ რაღაც ინსტიტუციასთან, მით უმეტეს ასეთი აკადემიური თანამდებობა გიკავია, ასეთი კითხვები უნდა დასვა. ხო. ხო, რატო ეგ არ იცნობთ კარგად თქვენს კოლეგებს? არა, აღმოჩნდა რომ არ ვიცნობ. კი, სიმართლე გითხრათ, მე მგონია რომ არ ვიცნობ და ჩემთვის თან ის სივრცეც ცოტა უჩვეულო იყო. სად იყო ეს რექტორის ოთახში თუ არა, დარბაზში? ხო, სხდომათა დარბაზში იყო და მე იქ ასე არასდროს არ ყოფილვარ. ნუ რამოდენიმე კონფერენციას თუ არ ჩავთვლით, ჩემი სამუშაო სივრცე რაც არის, ეს არის მეხუთე კორპუსი და იქ მე მსგავსი რაღაცები არ მინახავს, სიმართლე გითხრათ. ამიტომაც ძალიან გამიკვირდა. მეხუთე კორპუსი ხელსაღრელ ადგილას მდებარე საკმაოდ კი ბატონო. ცუდ მდგომარეობაში მყოფი შენობაა, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი იყოს ალბათ მათ შორის, რომელიც კი, ასე ინვესტიციებისთვის მიმზიდველი იყოს, არის ამაზე ლაპარაკი? ასე დასახელდა, მე მგონი ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად რექტორმაც თქვა, რომ ნუ აი ეს რაღაც კორპუსები, რომლებიც ძალიან ცუდად ჩამოთვალა, მე იყო მესამე კორპუსი, მეხუთე კორპუსი და ასე შემდეგ, რომ ეს კორპუსები უნდა გასხვისდეს. ანუ არ არის იმაზე საუბარი, რომ უნდა გამაგრდეს, ჩაუტარდეს, თქვათ, რეაბილიტაცია, ამაზე არ საუბრობენ, იმიტომ რომ ეს იქნება მაშინ სიმართლისთვის თვალის გასწორება და ნუ აი ახლა როცა გამოვდივართ ტყუილიდან, თურმე აღმოჩნდა პრობლემა ამათი მოშორება. ის კი არ არის რომ კონდეს კარგად გაკეთებული მეხუთე კორპუსი, სადაც იქნება ყველაფერი წესრიგში ეს. და რა მოლოდინი გაქვთ მთელი ამ გამოცდილებით?
რაც ბევრი წლის განმავლობაში საბოლოოდ 2 თებერვალს მიიღეთ ამ სხდომაზე. ხო, სამწუხაროდ, აიცით როგორ არის, რაღაც გაურებული მდგომარეობა მაქვს ხოლმე, არა მარტო უნივერსიტეტთან მიმართებით და ალბათ ეს ამ უნივერსიტეტის ბედიც არის, იმიტომ რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები რაღაცა სტატუსზე ორიენტირებული, ფორმალურ ხარეს რომ იყვებოდნენ და შინაარსობრივად არ ესმოდათ, რას ემსახურებოდნენ და ადამიანები შემდეგ, რომლებიც სინამდვილეში ქმნიდნენ თესევს და მის ისტორიას, ხო? ეს რაღაცა დაღვა ესე დააღათ ამ უნივერსიტეტის ისტორიას, მაგრამ თავად ქვეყანაშიც ასეთი გაურებული მდგომარეობა და ხშირად ინსტიტუციები ირეკლავს ხოლმე ემოციურად მithქვამს რაღაცა ცოტა ბიპოლარულად ვარ, იმიტომ რომ ზოგჯერ ვარ იმედიანად, მაგრამ ზოგჯერ სასოწარკვეთაში და დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთამდე მისვლა, იმიტომ რომ მე ვხედავდი იმას, რომ სინამდვილეში ალბათ რეალურ ამბავს რეალურ ქმედებას ვერ დავინახავ. იქნება ახლა რაღაცა ტიპის განცხადებები მიმართვა მიქანაძეს, რომ ეს არ მოხდეს მიმართვა არც კიდევ ვიღაცას მის მოადგილეს ფაკულტეტის რაღაცა წერილი, ამ წერილზე მოწერილი რაღაცა ამოდენიმე ასეული თუნდაც ხელმოწერა, თუმცა არ იქნება მთავარზე საუბარი, რატომ ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მისი პარტია იმორჩილებს მთლიანად განათლების სისტემას და ამას იწყებს თან ძალიან სიმბოლურად სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და რატომ ხდება თუ ეს კითხვა გაუჩნდება ჩვენ მაყურებელს? ნუ ჩემი აზრი ასეთია, რომ დავიწყოთ საყდრისიდან მოყოლებული რეჟიმის პოლიტიკა ასეთი იყო, რომ ყველაფერი რაც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ამყარებს, ის უნდა განადგურდეს. ან დაიმორჩილონ, რაც ერთ და იგივე პრინციპში. ხო, მაგრამ მან თქო მეორე საფრთხეა, როცა ყველაფრის კონტროლს ცდილობ, რა არის მარტივი ყველაფრის კონტროლი? მათ ეს პრობლემა არ ამგონია ასე კონდეთ გააზრებული, ისინი ახლა ჯერჯერობით გამოსდით და ამიტომაც ცდილობენ ახალ-ახალი სივრცეების დაპყრობას. კი, ეს აუცილებლად მათთანაც პრობლემებს წარმოქმნის, ხო? აი ისინი ხო რაღაცნაირად შედიან აი ამ ძალაუფლების მოხვეჭის სპირალში და თავადვე უკვე ვეღარ გამოდიან იქიდან და ამიტომაც არის ამდენ ტყილს რომ ამბობენ, ხო? მათთვის ეს პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ისინი იწყებენ თან საკუთარი თავის ჭამას ამ პროცესში და აი როდესაც რეჟიმი მოჭამს თავს, ჩვენ ვიქნებით თუ არ ვიქნებით, არ ვიცი ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ რომ ვიქნებით. ნუ მაშინ მიხვდება რომ ეს არასწორი გზა იყო არჩეული. გაბრაზებას და ქვეყანიდან წასვლას არაპირებ? გაბრაზებული ვარ ძალიან და რაც უფრო ბრაზდები, მით უფრო არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა. და აი რა თქვით რომ ბიპოლარული განწყობები მაქვს, სასოწარკვეთის მერე რა გაბრუნებთ ხოლმე ისე ხნეობა არას მოაქვს? მხოლოდ საკუთარი თავის იმედი რომ ბოლომდე მივყვავე ამ ბრძოლას. მხოლოდ ეს, იმიტომ რომ სასოწარკვეთი საერთოდ არ მოდის იქიდან, როდესაც ხედავ სამუშია როგორ იქცევა, სასოწარკვეთთან მოდის, როდესაც ხედავ ადამიანები, რომლის იმედიც გაქვს, როგორ იქცევიან. ბევრი ადამიანის იმედი დაგრჩათ, იმიტომ რომ ეგეც არის ხოლმე წუხილის მიზეზი პროტესტში აქტიურად ჩართული ადამიანების მხრიდან, რომ ვიწროვდება წვეები, ვისაც უპირობო თანამებრძოლად მიიჩნევდნენ. ხო, მესმის ეგ განწყობა, სიმართლე გითხრათ, აი ხო არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ მექნებოდა ამ ბრძოლაში იმედი, თქვათ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, არასდროს არ მექნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი იბრძვიან. ამიტომ ეს ბრძოლაც თვითონ იმდენად წინასწარ გაუთავისწინებელი ამბავია, რომ ჩვენ არ ვიცით ხვალ კიდე რა მოხდება. ჯერ ერთი რეჟიმის ფორმაში გვამყოფებს, ხო, იმიტომ რომ არ გვაწევს მოდუნების საშუალებას, რაღაცნაირად ყოველდღიურად გამოდის ერთმანეთზე უარესი რაღაცა, ხან რეფორმა, ხან გაეწყვეტილება, აგერ საერთოდ ყველაფერს გვიკრძალავენ, ის რომ ადამიანმა მაგალითად კვლევა აწარმო შენ ევროპელ კოლეგასთან ეს დასჯადი ხდება და ასე შემდგომ. სასტიკად დასჯადი, არა უბრალოდ დასჯადი. 6 წლამდე. ხო, ამაზეც არის. აი, მეგონა რომ ამაზედაც იქნებოდა მაგალითად საუბარი, წესით უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში, ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ამაზეც არ ყოფილა ხმა მოღებული კი. და სტუდენტებზე რა სიტყვით? რატო იყო დღეს 30 თუ 40 სტუდენტი გარეთ და არა ასობით და ათასობით სტუდენტი? ჩვენი სტუდენტები მასიურად არ ეთანხმებიან რეჟიმს და ისინი აღიქვავენ ამ საფრთხეს, რის წინაშეც დგანან.
თუმცა იქიდან ქმედებამდე რა სირთულეს აწყდებიან, მე ეს ვერ ამოხსენი. არიან სტუდენტები იმდენად განიცდიან, რომ ხშირად უტირიათ ამ პრობლემების გამო, ხო? აი დღესაც ჩემი ორი სტუდენტი ტიროდა, როცა გამოვედი და ვსაუბრობდი ამ პრობლემაზე და იქიდან რა ნაბიჯია გადასადგმელი, რომ გამოვიდნენ და თქვან ღიად, რასაც ფიქრობენ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მათი ეშინია, რა თქმა უნდა, რეჟიმს და ცდილობენ ისინი გააჩვენონ, მე არ ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ ერთი რამე ვიცი, როდესაც ლექტორი შედის და თუნდაც სიტყვიერად ამ პოზიციას აფიქსირებს, რომ რაღაც არ მოსწონს, მაგრამ იგივე ლექტორს ან არ ვიცი მე პროფესორს მე ხედავენ როგორ შედის გარიგებაში, არ ვიცი მე რექტორთან და ძალაუფლების მქონესთან. კი, ასეთ ადამიანთან ალბათ ისინიც ფიქრობენ, რომ თურმე ასე შესაძლებელია. ანუ ისინი ფიქრობენ დაალაგებაზე და რა შეცვლაზე? სტუდენტები დიდწილად ისინი ფიქრობენ აქედან წასვლაზე და რაღაცა ისეთი ნაჭუჭი შეიქმნა, სადაც ისინი იქნებიან დაცული, უბრალოდ ასეთი არ იქნება სამწუხაროდ. სულ რომ წავიდნენ საზღვარგარეთ ეს მათ მაინც არ ათავისუფლებს იმისგან, რომ არ წავყვებათ ის ტრაგიზმი, რაც ახლა ამ ქვეყანაშია და კეთი, ისევ თესეუს დაუბრუნდები, იმიტომ რომ პრემიერის ცინიკური კომენტარი გექნებათ მოსმენილი, რომ ისე გამოვიდაო, რომ თესეუ ოქსფორდია, ილიონი, ჰარვარდია, ხო? და გპ კიდე რაღაცა, ანუ პრინციპში თქვა, რომ დიდი არც არაფერია ეს უნივერსიტეტები და ნეტავ რას იცავთ ახლა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თესეუში თავადაც წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს, ხო? თუ კი ამ ლოგიკას გავყვებით, აი ეს იდეა, როცა თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის მრავალწლიანი საუკუნოვანი უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს თავისი ტრადიციები, ტრაგიკული ბედი, უნივერსიტეტიდან რექტორის გაგდება და ასე შემდეგ, ხო? ეგ წლების განმავლობაში ისე გაიცვით ამ ისტორიის ქვეშ თვითონ უნივერსიტეტი, რომ მას აღარც აქვს რესურსი იმისი, რომ დაიცვას თავისი აკადემიური თავისუფლება იქნება, თუ ღირსება იქნება, თუ საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ამ საუკუნიდან რაღაცა წლების განმავლობაში ჰქონდა და მერე დევალვირდა. კი, ნამდვილად ასე ჩანს, რომ იცით რა, როდესაც იქნება უფრო მეტად იდეაა, ვიდრე ცოცხალი უნივერსიტეტი დღეს, თესეუ, ან ტექნიკური უნივერსიტეტი. ახლა ნამდვილად იდეა უფროა, ვიდრე თქვათ უნივერსიტეტი, რომელიც გააზრებულად იცავს თავის აკადემიურ თავისუფლებას, ავტონომიას, იცის თავისი ფასი ქვეყნის, რაღაცე მე თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ასე შემდეგ. ასე ნამდვილად ამაზე კარგად იმუშავეს და უკვე რა ვიცი, აი 13 წელიწადია ჩვენ ხედავთ, რომ იყო წერტილოვანი დარტყმები თესეუსში და იყვნენ რექტორები, პროფესორები, რომელსაც მაგალითად უბრალოდ იმიტომ უშვებდნენ, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ხო რაღაცა ტიპის პოლიტიკას. ან უცბად ეუბნეოდნენ პროტესტში ჩაბმულ ადამიანებს, ლექტორებს, რომ თქვენი საგანია ამ სემესტრში აღარ ისწავლება და თქვენ უნდა წახვიდეთ და ამ გიებოღაძის შემთხვევა მახსოვს ეგეთი. კი, მე ბევრი მახსოვს. კიდე უფრო მეტი მახსოვს. იცით რა, მაგალითად სირა ბარამიძის ამბავი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა თესეუში რუსული ინტერესების შემოსვლას, ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ეს პროტესტი რუსთაველზე რო ვიდექით, იქ გავიცანით სირა ბარამიძე და ამაზე ვსაუბრობთ და აი, არ ვიცი, საინტერესოდ მოგიყვებათ თავის ამბავს, როგორ დაუპირისპირდა იმას, რომ უცბად თესეუში შემოდის რაღაცა ტიპის ინტერესი, რომელიც აღიარებს რუსეთს არ ვიცი ჰუმანიტარ ქვეყანად, რომელმაც შეიძლება კავკასიაში რაღაცა სტიპენდიები გაცეს და ასე შემდეგ და აი კობახიძის ნათქვამს რო დაუბრუნდეთ, ნახეთ, მან აი ამ ცინიკურ ნათქვამშიც კი არ გამოიყენა მაგალითად რუსული უნივერსიტეტი, ყაზანის უნივერსიტეტს რატო არ შეადარა თესეუ მაგალითად, მანაც იცის რომ დასავლური ცივილიზაცია კარგია, ხო? უბრალოდ გვეუბნება რომ იქამდე ვერ მიხვალთ. რა თქმა უნდა, ვერ მივალ თუ ასე დღეში ჩამიგდე უნივერსიტეტი, ხო? იმიტომ რომ ივან ჯავახიშვილმა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი შექმნა ევროპული სტილის, ევროპული უმაღლესის ყაიდაზე და მისი
იდეა იყო რომ ის განვითარებული იყო როგორც ევროპა. აი კობახიძის ნაირები სამწუხაროდ იქ აბრუნებენ, სადაც კაზანია, კაზანის უნივერსიტეტი. და ბოლოს ვიკითხავ თქვენი აზრით, რატო დაიწყო ეს ყველაფერი TSEO-ით და ტექნიკური უნივერსიტეტით და არა მაგალითად ილიაუნითი, რომელსაც ვიცით რომ უფრო მეტად საფრთხეთ მიიჩნევს მოქმედი ხელისუფლება და უფრო მეტად არ მოსწონს იქ შეკრებილი პროფესურა. იცით რა, ადრე მეგონა რომ არ იქნებოდა ასე სიმართლე გითხრათ, მაგრამ ახლა რასაც უყურებ, ალბათ სწორედ იმიტომ დაიწყო რომ ნაკლებ წინააღმდეგობას ელოდებოდნენ. და ელოდებიან. კი, მე მგონია რომ ამიტომაც. ანუ მორჩილების პრეცედენტი უნდა შექმნა, როგორი მარტივია ორი უნივერსიტეტის გაერთიანება? კი ბატონო, არა მარტო როგორი მარტივია ამის გაკეთება, არამედ როგორ შეგვიძლია ჩვენ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია დავარღვიოთ. და კეთი, ეს ისტორიული სხდომა ჩანაწერი არსებობს, იწერდა ვინმე კამერა. იცით რა, მე რასაც უყურებდი, იღებდნენ ფოტოებს, არ ვიცი რამდენად იღებდა ჩანაწერი არსებობს თუ არა, ესე საინტერესო იქნება მაგის მოძიებაც, იმიტომ რომ კი. რადგან ჩვენ შიგნით არ შემოგვიშვეს. ხო, რაიმე გზა თუ არსებობს ამ და საერთოდ ყველაფრის ვინმე იღებდა თუ დოკუმენტირების. არა, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ და მეც არ მომსვლია თავში აზრად რომ გადამეღო, თუმცა მე სტუდენტებს შეხვდა, ხო, ეს სამუშია. კი, ესე თქვა, საბჭოდან 5 და სენატიდან 5 და სტუდენტების 5 რა არის, არ ვიცი, 5 წლების გეგმა მახსენდება. რომელიც 4 წელიწადში სრულდებოდა. კი, და გერა ახლა 3 წელიწადზე ჩამოვიდეთ. ხო, არ ვიცი, არ იყო თანახმა თვითონ რომ ესე საჯაროდ შეხვედრა შემდეგ არასდროს ის თანახმა არ არის, არ უნდა იყოს, არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი და არ ვიცი რამდენად სტუდენტებს შეხვდება და იქნება ეს ღია შეხვედრა და იქ საინტერესო იქნება ასევე. ამას ვნახავთ, რა მოლოდინი გაქვთ საბოლოოდ გაერთიანდება ორი 100 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე უნივერსიტეტი? ეს პროცესი შეუქცევადია? კი, მანამ სანამ ადამიანები და ფაკულტეტები დაწერენ განცხადებებს, გააგზავნიან, მოხდება კორესპონდენცია, ასე შემდეგ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ისევე როგორც დაწყებულია მაგალითად 3 წლიან პროგრამებზე გადასვლის პროცესი და ეს მაგალითად ჩემთვის დღეს იყო ერთ-ერთი კიდე შოკის საფუძველი. კეთილი. ნახოთ აბა, როგორი იქნება უნივერსიტეტების ბედი 5 წლების 4 წლებში შესრულების პირობებში. კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.